და თურმე მართ საინტერესო თემა ყოფილა. პირველ რიგში იმიტომ რომ უცებ გახდა ეს თითქმის თავს ცნობილი ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს საკმაოდ როგორც ცნობილია სათამაშო პირველ შეიქმნა 2019 წელს, მაგრამ ჩინ ცნობილი არ იყო. სათამაშო შექმნა ჰონკონგის დიზაინერმა კეისი გრუმ და ეს სათამაშო გათვლილი იყო თავიდან ჩინეთის ბაზარზე. დიზაინერმა სათამაშო შექმნა ნორვეგიული მითოლოგიის ზეგავლენით, რაც ბავშვობაში ძალიან უყვარდა და დაარქვა რაღაც მონსტრების სერია, სადაც რაბუბუ არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. აი ეს სათამაშო ყველაზე ცნობილი გახდა უკვე 2024 წლიდან, როდესაც ამავე წლის პირველ 6 თვეში სტუდენტმა 860 მილიონს მიაღწია, რაც არის 6.3 მილიარდი ჩინური იანი. თავიდან როგორც გითხრათ, გამოდიოდა ანიმაციური სერიები, სადაც